ორ გავატარე ერთი დღე სასტუმროში და წავიდეთ კამბოჯის დედაქალაქში. Დილით რომ ასეთ 64-ში ჩიტების ჭიკჭიკი გაგაღვიძებს, მეტი რაღა უნდა ენატრო. ვისაუზმეთ ჩემს სასტუმროშივე გემრიელად და აი ეს დრაკონის ხილი კი ხომლამაზია, მაგრამ მარტო მე მგონია რომ არაფრის გემოარა აქვს. დღეს მთელი დღე სასტუმროში ვატარებ და დასვენების დღე მაქვს. წყალი ძალიან ცივია, თუმცა ისეთ ცხელა რომ ნამდვილად სასიამოვნოა ეს კონტრასტი. ცოტა ხანს აუზში ვინებივრე, შემდეგ გემრიელი კოქტეილებით გავგრილდი. ბოლოს კი როდესაც სასიამოვნოდ გავბრუნდი და ვფიქრობდი რომ კოქტეილებში რამე ხომ არ გაურიეს თქო, მხოლოდ მაშინღა შევამჩნიე რომ ჟასმინის ხონია აუზ და სურნელი მაბრუებდა და მამშვიდებდა თურმე. ნახეთ კიდევ როგორი პატარა თევზები ყავდა. სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ პირველ დღეს ჩახურული მქონდა ყველაფერი და ისე მეძინა. თუმცა დღის განმავლობაში ისე დავუმეგობრდი ჩემს მეზობლებს რომ საღამოს აივანზეც კი მომაკითხეს. დილით კი ადრე წავედი ავტოსადგურისკენ. ვტოვებ სიემრიბს და მივდივარ პნომპენში, კამბოჯის დედაქალაქში. საიდანაც უკვე ვიეტნამში ვაპირებ გადასვლას. პნომპენი საკმაოდ ხმაურიანი და დიდი ქალაქია. ვიფიქრე ქალაქის დასათვალიერებლად გავიდოდი, მაგრამ 6 საათიანი მგზავრობის შემდეგ ძალა აღარ მაქვს. თან ხვალ დილით ადრე უნდა ავდგე და კიდევ 7 საათიანი მგზავრობა მელის. ამიტომ ძალების დაზოგვა გადავწყვიტე. ჩემი ტუკტუკის მძღოლი ნახეთ რა, YouTube-ი ჰქონდა გახსნილი და ასე უსმენდა მუსიკებს. სასწაული ხალხია მოკლედ აზიაში. ესეც ჩემი სასტუმრო. საკმაოდ გრანდიოზულად გამოიყურება. მოდი ვნახოთ როგორია შიგნით. თითქოს მუზეუმში ვარ. ყველაფერი ძალიან ლამაზი და მუზეუმურია. სხვა სიტყვას ვერ ვუძებნი აქაურობას. მოდით ჩემს ნომერში შემოგაჭყიდებთ, საკმაოდ სუფთა და დიდი ნომერია. ერთი დღისთვის იდეალურია. ეს კი სახურავზე აუზი, სადაც საღამოს ცოტას თან გავგრილდები და თან განვიტვირთები. ხვალ ვიეტნამისკენ მაქვს გეზი, ასე რომ თუ გაინტერესებს იქ რა დამხვდება, მაშინ გამომიწერეთ და დაელოდე შემდეგ ვლოგს. აბადროებით.